მოგესალმებით მეგობრებო, შემდეგი ვიდეოთი გიახელით და დაგიბრუნდით. დღეს ჩვენს მსოფლიოში აქტუალური თემა გვექნება და ვისაუბრებთ, როგორც ათაურიდან მიხვდით, AI-ზე. სამ თემად გავშლით AI-ზე საუბარს. პირველი თემა იქნება ზოგადად რა არის AI, მეორე თემა იქნება რაში გვჭირდება AI და მესამე თემა იქნება აუცილებლად განსახილველი, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს არის ადამიანების დამოკიდებულება AI-ის მიმართ და მარტო ადამიანების დამოკიდებულებას არ გულისხმობ რა დამოკიდებულება აქ ადამიანს AI-ის მიმართ. მე ვგულისხმობ როგორ გახდა ადამიანი AI-ზე დამოკიდებული. AI არის ხელოვნური ინტელექტი, ასე ქვია ქართულად artificial intelligence. ინგლისურად მე მგონი სწორად თქვი და რაში გამოიყენება ჩვენ გგონია რომ AI შეიქმნა ახლა ამ წამს, აი რამოდენიმე 1-2 წლის წინ როცა ChatGPT და ისეთი AI-ები წამოვიდნენ, რომლებიც ესე ვთქვათ ჩვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ და ჩვენ შეგვიძლია რომ ველაპარაკოთ ასეთ AI-ებს, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. ზოგადად ეს AI ხელოვნური ინტელექტის ნიშანწყარო და რაღაცა ნიშანი გააჩნდა 1950 წელს. ერთმა გენიოსმა კაცმა შექმნა ეგ. რამოდენიმე წელიწადში კიდევ ეს ყველაფერი უკვე თამაშებში გადმოვიდა ეს AI. მე არ გულისხმობ თამაშებს, რომლებიც დღეს გვაქვს ბაზარზე. მე რავი Dota-ს და Counter-ს და GTA-ს არ გულისხმობ. პირველად გამოიყენეს მე მგონი თუ არ ვწდები AI ჭადრაკში. როცა ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებდა და თამაშობდა ჭადრაკს. ასე ვთქვათ და საკმაოდ ძლიერი AI იყო რა, არ იყო მაინც და მაინც ისეთი სუსტი პირველი სხვაობაზე. თუმცა AI რაში AI პირველ რიგში მინდა ავხსნა, რომ არ არის მხოლოდ ChatGPT და მსგავსი ეგროკი და ეგეთი AI-ები. ანუ ეგ არის ესე ვთქვათ AI-ის მე მაგას უფრო AI-ის კომუნიკაციის წყაროს დავარქმევდი. AI-ისთან კომუნიკაციის წყაროს დავარქმევდი ამ ChatGPT-ის და მსგავს AI-ებს, თორე AI როგორც ესეთი გვხვდება ყველგან. თამაშებში, ინტერნეტ სივრცეში, ვებსაიტებში, რავი, გვხვდება MyMarket-ზე, ნებისმიერ საიტზე გვხვდება ხალხო ეს AI. უბრალოდ ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე მუშაობს ეს AI და ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე ახერხებს და აგვარებს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან მაგარი ხელსაწყოა AI ჩვენთვის პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ესე ვთქვათ ციფრულ სამყაროში ხშირად მოღვაწეობთ და ხშირი შეხება გვაქვს ციფრულ სამყაროსთან და ეს AI უზრუნველყოფს იმას, რომ ბევრი რაღაცის ესე ვთქვათ ბევრ დროს გვიზო გავს, რომ როდესაც შეგვიძლია რომ ნაკლებ დროში მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, თუნდაც საქმის მხრივ რაღაც დაგეგმარება და ასე შემდეგ ძალიან კარგი არის. ანუ მე მივესალმები მაგ მხრივ რომ ძალიან მაგარი არის AI და კარგი არის რომ მაგის გამოყენება შეგვიძლია იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს, ანუ მე გულისხმობ ChatGPT-ის ნაირ AI-ებს, რომლებთან ერთადაც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ვისაუბროთ, კომუნიკაცია გქონდეს. თორე ამავდროულად ვიმეორებ, AI არსებობს, უკვე საუკუნეზე მეტია იყენებენ ტექნოლოგიებში, საუკუნეზე მეტია უკვე ტექნოლოგიებში AI, ასე ვთქვათ, ხშირად და ძირითადად თითქმის ყოველთვის გამოიყენება მებში, რა ქვია, ტექნოლოგიებში. რაც შეეხება გეიმინგში არსებულ AI-ებს, რავი, ძალიან მარტო GTA ხო ყველას გითამაშიათ რა. აი GTA-ში რო ტიპები დადიან იქ გარეთ, თქვენ ხო თამაშობთ და თქვენ ხო ტიპი ხართ, მაგრამ გარეთ რო დადიან რა, ტიპები იმას NPC-ს რასაც ეძახიან. ეგეც AI-ა, დაწერი ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც წინასწარი იცის გაწერილი აქვს რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. მაგალითად AI-ა ისიც როდესაც სკროლავ და ის AI გადაწყვეტს რა უნდა ამოგიგდოს შენ ფიდზე. მაგას ალგორითმს ეძახიან, მაგრამ ალგორითმიც AI-ა ფაქტიურად. ხელოვნური ინტელექტია ფაქტიურად ყველაფერი, რაც რისი კოდის გაწერაც შეგვიძლია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია ჩარევისგან დამოუკიდებლად. ანუ ესე ვთქვათ, AI-ა ისიც autofill password-ი რაც არის, ეგეც AI ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ცოტათი ვეხმარებით, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც ახერხებს და გადაწყვეტილებებს იღებს. მოკლედ AI ჩვენს გარშემო ძირითადად ყველაფერშია. აი ეხლა მე ხო ზივარ აქ კამერებში ვიყურები და მიკროფონი მაქვს და განათება. ყველგან AI-ა. შეიძლება განათებებში AI არ არის ამ განათებებში, მაგრამ აი ამ მასში რა ქვია კამერებში ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ცდილობს, უბრალოდ კი არ ცდილობს, ახერხებს იმას, რომ ჩემი თვალის გუგის თვალით
აიღოს ფოკუსი, ანუ ავტოფოკუსი ეგრე მუშაობს, AI ავტოფოკუსი და ცდილობს რომ ესე თქვა ჩემი თვალი სადაც არის, მაგ თვალზე და გარშემო გაასწოროს ფოკუსი, ან თუნდაც ამ კამერაში, თუნდაც იმ კამერაში. ასე თქვა მოკლე ანუ ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან მოკლე და ლაკონურად ვილაპარაკო რა არის AI, ზოგადი წარმოდგენა რომ შევქვნათ, თორე რა არის AI, მაგაზე რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი ხანია და ასე თქვა ეგ გამოცდილება მეც არ მაქვს AI-სთან მიმართებაში რომ ავხსნა ლოგიკურად და ხრმად საფუძვლიანად ასე ვთქვათ, სამეცნიერო ენაზე AI რა არის? მაგას ვერ აგიხსნით, შემიძლია წავიკითხო და ასე შემდეგ მოგიღოთ მე ეგ ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ მაგ ყველაფერს არავინ არ მოისმენს და ასე შემდეგ, ანუ ყველას კიდია ეგ. მაგრამ თუ არ არის მაგ საქმეში ძალიან დიდი ინტერესის მქონე ადამიანი, თანაც მაგრა კიდიათ. რა გამოყენება აქვს დღევანდელ სამყაროში AI-ს? პირველ რიგში დღეს, როცა AI-ს და ხელოვნურ ინტელექტს ახსენებენ, თავში ყველას მოსდის ChatGPT და მსგავსი AI-ები. ანუ ჩვენ AI დღევანდელობაში, მე არა, მაგრამ ძირითად მოსახლეობას AI გონია რომ ახალია და ახალი აღმოჩენა, არა ხალხო. ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული, როდესაც ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავამყაროთ, ესე ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში, ვინც ცხოვრობს და ვისაც ინტერნეტთან მიუწვდება ხელი, მან თვითონ დაამყაროს კავშირი AI-სთან. ეს არის დღევანდელი AI, ესე ვთქვათ, თორე სხვა, ანუ ძველი AI-ები არსებობდა უკვე, უბრალოდ არ შეგვეძლო მათთან ესე ჩვენ უბრალო მოქალაქეებს პროსტა სამსახურში ვზივარ და ინტერნეტში შევედი და AI-ს ვეკონტაქტები და რაღაცებს მეუბნება. ეგრე არ შეგვეძლო. აქამდე ჩვენი AI-ს მაგივრად, რომელიც ასევე AI-ია, გვქონდა Google. უბრალოდ იმას ერქვა Google, დავგუგლავ. დავაჩატჯიბიტებ ხარ, დავაჩატჯიბიტებ. რა გამოყენება აქვს AI-ს მაგაზე საუბარი რომ გავაგრძელოთ? პირველ რიგში საჭიროა რომ გავითვალისწინოთ იმ ადამიანების საქმიანობა, რა საქმიანობაზე ზეწევიან ადამიანები. მაგალითად, AI-ის გამოყენება დღევანდელობაში ძირითადად არის ინფორმაციულ დონეზე. იმიტომ რომ ინფორმაციის მიღება AI-ისგან ძალიან მარტივია. ძალიან ასე ვთქვათ, მარტივად და სწრაფად იძიებს AI ინფორმაციას და გვაძლევს. თუმცა არსებობს რა ციფრულ სამყაროში ამ AI-ის გამოყენების სხვადასხვა გზებით, მაგალითად, რომელიც არის პროგრამირება. მე ესეთ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე, რომ ავდგები კოდს მივცემ AI-ს და ვეტყვი რომ ესე და ესე შემიცვალა, ესე და ეს გააკეთე. AI ამ ყველაფერს აკეთებს, ესე ვთქვათ, კარგად, იდეალურად და გამართულად და ისე რომ ყველაფერი მუშაობს და წინან ვარსკვლავი მოვწყვი და ეგრე არ არის. მაგრამ კარგად აკეთებს. რა თქმა უნდა, ადამიანისგან ჩარევა მაინც სჭირდება ხოლმე. მის ნამუშევრებს რაღაცა კორექტირება, გასწორებები და რაღაცები, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ყოველთვის სრულყოფილი და ესე ვთქვათ, ადამიანური ხელით გაკეთებული ვერ იქნება, ხელოვნური ინტელექტი, ადამიანივით კარგად ესე ვთქვათ, მაგ საქმეს ვერ გააკეთებს და ასე ვთქვათ, გამოყენება არის რამდენნაირი სამსახურიც არსებობს, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს, ანუ ყველანაირი მხრივ შეიძლება გამოიყენო AI. პირველი ავიღოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიცინის მხრივ. რამე გაწუხებს და გტკივა. ან არ გტკივა, გაწუხებს პროსტა, თავი სიცხე გაქვს. ვირუსი შეგხვდა, წადი, ანუ AI-ს რო ეკითხები, ის იძიებს ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას, აჯამებს და ესე ვთქვათ, როგორც ექიმი დიაგნოზს გისვამს. თუმცა თვითონ AI-ს კი გიწევს მე რეკომენდაციას, რომ უნდა მიმართო ექიმს. ანუ თავის თავს თვითონაც კი არ ენდობა ბოლომდე და ასე ვთქვათ, თქვენც ენდობით ბოლომდე AI-ს. ეს ერთი გამოყენება. კიდევ არსებობს სხვა გამოყენებების, მაგალითად, როგორც არის გრაფიკულ დიზაინებში, ვიდეოების შექმნებში, ზოგადად სხვადასხვანაირი AI-ები არსებობს. ანუ ჩვენ ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული AI რაც არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ChatGPT-სთან მაგალითად, ან გროკი ავიღოთ. ChatGPT-ის ნაირი AI-ები რაც არის, ჩვენ გვაქვს უშუალო კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, მიწერ-მოწერა გვაქვს, საუბარი გვაქვს, როგორც ჩვეულებრივად ადამიანთან შეგვიძლია დავჯდეთ და ვისაუბროთ, ისე შეგვიძლია დავჯდეთ და ამ AI-სთანაც ვისაუბროთ. ანუ მაგიტო გახდა ესე ვთქვათ, პოპულარული, იმიტომ რომ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და არ გჭირდება რანაირი თავის ტკივილი და კოდის წერა, რომ AI-სთან კომუნიკაცია გქონდეს. აქამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა და გამოვიდოდა ეს მსგავსი AI, ხელოვნური ინტელექტი, აქამდე გჭირდებოდა, რომ შენ ყოფილიყავი პროგრამისტი, ერკვეოდე კოდში და ამ კოდის საშუალებით
ანუ ესე ვთქვათ, გექნებოდა საშუალება, რომ AI-სთან გეკომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ესეთი უშუალო კომუნიკაცია არ იქნებოდა, უბრალოდ შენ ახსნიდი რაღაცებს და ეს AI შენ გემოზე, ისე როგორც შენ გინდა, მაგ ყველაფერს დაალაგებდა და გააკეთებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიმეორებ, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ პროფესიულად უნდა ყოფილიყავი პროგრამისტი, კოდერი ან სკრიპტერი, რავი, ერთი და იგივე ყველა რაც შემოთვალე, მაგრამ ხო, საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, AI-ს იმდენი, ასე ვთქვათ, დანიშნულება და გამოყენება აქვს, რამდენი ადამიანიც არსებობს და რამდენი სამუშაოც და საქმეც შეიძლება გაკეთდეს ამ AI-ის საშუალებით. საბოლოოდ რო გადავიდეთ ბოლო საკითხზე, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება AI-ის მიმართ. როგორც წეღან თქვი და ვახსენე, ჩვენი დამოკიდებულება AI-ის მიმართ არის როგორ გითხრათ, მე AI წარმომიდგენია Excel-ში გაშვებული ხელოვნური ინტელექტია ჩემთვის. ChatGPT-ზე კონკრეტულად საუბარი, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველანაირ ინტერნეტში არსებულ ბაზასთან, რომელიც ძალიან კარგად და იდეალურად აკეთებს ამ ყველა ინფორმაციის ანალიტიკას და ჩვენამდე მოაქვს ძალიან სწრაფად ის ინფორმაცია, რა ინფორმაციითაც ჩვენ უნდა დავრჩეთ კმაყოფილი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ესე ვთქვათ, დამოკიდებულები არიან, აი, როგორ დამოკიდებულებას გულისხმობ, ვიცი? რაღაცაზე რომ დამოკიდებული გახდება ადამიანი და თავისი ცხოვრების გადაწყვეტილებების ყველა ნაბიჯზე ცდილობენ რომ AI-ს დაეკითხონ და AI-ს კითხონ ყველაფერი როგორ მოიქცნენ. ხალხო ეგრე არ შეიძლება. მართლა. იმიტომ რომ თქვენი ჰუმანური გადაწყვეტილებების მიღების დროს ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა ეკითხებოდეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ვავიწყდებ ერთი რაღაცა რომ ხელოვნურ ინტელექტს ემოციები არ გააჩნია. ის პირდაპირ აზროვნებს მათემატიკურად და ლოგიკურად. ანუ და როცა ადამიანურ საკითხებს ეხება საქმე და რაღაცები ემოციებითაც უნდა გადაწყდეს და თან ლოგიკითაც უნდა გადაწყდეს, მოდი, დამეკითხებით AI-ს ჭკუას, რომ აი როგორ შეყვარებულს აუხსნას სიყვარული. აი მოდი ეგეთ რაღაცებს უნდა ეკითხებით AI-ს, ხო არა? სისულე ბულშიტია, ანუ ეგეთი რაღაცები არ შეიძლება გაიუარესებთ მდგომარეობას. ანუ AI კი რა თქმა უნდა გაგცემს პასუხს. არ არსებობს AI-ს, არც ერთ საკითხზე არ არსებობს საკითხი, რადგან AI პასუხს ვერ გაგცემს, მაგრამ მოდი გაკეთებს ეს რაღაცას რა, რომ AI-ს დაგკითხოთ თქვენ ემოციურ ან ცხოვრებისეულ რაღაცებზე პასუხები რა. და კიდევ ძალიან ესეთი ტკივნეული თემა არის ჩემი ის, რომ ესე ვთქვათ, უპატივცემულობა არის კიდევ, როდესაც თითოეულ საქმეში AI-ს უფრო დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას ანიჭებენ, ვიდრე ამ საქმის პროფესიონალს. ეგ უკვე პირდაპირ პროფესიული და საქმისეული კუთხით რო შევხედოთ. არ ვიცი, ანუ ადამიანების დამოკიდებულება AI არ მაშინებს საერთოდ, ანუ ხო არის ხოლმე საუბრები, რომ AI შეიძლება ისე ძლიერი გახდეს, რომ რაღაცა ჩვენები ჩაგვანაცვლოს და ის ჩაგვანაცვლოს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეგ არ მაშინებს, მე უფრო ის ხალხი მაშინებს, რომლებიც ესე ვთქვათ, სექტად და კულტად არის უკვე ჩამოყალიბებული და თაყვანს სცემენ AI-ს. აი ეგ ხალხი უფრო მაშინებს რა, იმიტომ რომ რა უბედურება, როგორც წეღან თქვი, ეგეთ რაღაცა ისეთ რაღაცა ადამიანურ და ემოციურ საკითხებზე AI-სთან საუბარი ხალხო არ არის გამართლებული, მართლა გეუბნებით რა. ესე ვთქვათ, overall შევაჯამოთ და ვთქვათ, AI არის ძალიან კარგი დამხმარე თული იმ შემთხვევაში, თუ შენ დოზირებით და ესე ვთქვათ, გარკვეულად და კარგად და ჩამოყალიბებულად იცი, როგორ უნდა გამოიყენო ეს AI შენ სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ზედმეტია კულტისტობა და ესე ვთქვათ, სექტისტობა ამ AI-ის მიმართ და ესე ვთქვათ, დამოკიდებულება რავი, რომ AI-ა და იმას ეცოდინებოდა, ეგეთ რაღაცები არ გინდათ ხალხო რა. მე გისურვებთ ისევ და ისევ წარმატებებს ჩემ გამომწერებს, გისურვებთ ისევ და ისევ ბედნიერებას, მადლობაც გიხდით რომ მიყურეთ, და გავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება და მომავალ შეხვედრამდე.